გესალმებით ყველას. ბატონო რეზო, მე მაქვს ერთი თხოვნა. დიახ. თუ მოხერხდება. თქვენთან ბევრი ფილმი გარჩეულა, ბევრი თემა და არ ვიცი, ნახატები ოდესმე თუ გარჩეულა. მე მინდოდა მეთხოვა, რომ რაიმე ერთი ნახატი რომ ავიღოთ, რომელსაც გავარჩიოდეთ, იმიტომ რომ მე ძალიან მაინტერესებს ეგ სფერო და თან ვისწავლიდე რაღაცას და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისთვისაც საინტერესო თემა იქნება. მაგალითად არა, ადრე გვისაუბრია როგორ არა სიგადაშიქ რაღაცები, მე როგორც ეს მაგრამ დიდი დრო არ დამიყვია. კერძოდ რა გაინტერესებთ და შემიძლია, რომელი სურათი, რომელი ნახატი, რომელი მხატვარი. აი მაგალითად თქვენ ძალიან ხშირად იყენებთ ხოლმე პიტერ ბრეიგლის ნახატებს ვიდეოს cover ფოტოთ და მე ამ მხატვარზე ხბური არაფერი არ ვიცი გარდა იმისა, რომ ჰოლანდიელი არის და საკმაოდ საინტერესო ნახატები აქვს, მაგრამ აი ნუ ჩემი ასე ვთქვათ ცოდნა არ მაძლევს იმის საშუალებას მეტი ვთქვა ამ ავტორზე და მის ნახატებზე. მაგალითად პრობლემა არის ინფორმაციას აკრიფავ არის ლიტერატურა არის ინტერნეტში ყველანაირი ინფორმაციები და წიგნები. თავარი არის სურათთან დამოკიდებულება სუბიექტურია და თქვენ როგორც ჩამოყალიბებული ადამიანი სურათზე რა შთაბეჭდილება იქნება, როგორ ხდება სურათი შთაბეჭდილება თქვენთანში და ამის მოქცევა რაციონალებში და ამ შთაბეჭდილების ლოგიკის დაქვემდებარებით გადმოცემა. ეს არის სხვა კი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ძირითადად სტილი, მეთოდი, კომპოზიცია, სკოლა, ეს ყველაფერი თეორია არის, აი რა გამსაზღვრელი არის ოსტატისთვის, რას მისდევს, რა შეიტანა სიახლე, მაგრამ თვითონ ფერწერით რისი გადმოცემა უნდა და აღწევს თუ არა მიზანს თან კიდე მაყურებელი უყურებს ამ სურათს და არანაირი კომენტარები სურათს არ ახლავს, როცა მუზეუმში ჩვენ შევდივართ და სურათების გამოფენას ვეცრებით. აქ ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღქმელი არის იმ სურათისა, რომელსაც უყურებთ. და ყველა ადამიანს აქვს თავისი წარმოდგენა, რომელსაც ვერ გავაბათილებ და ვერ ვეტყვით რატო აღიქვა მასე. ზოგადი რა თქმა უნდა, ავტორის თქვათ წარმოჩენა, ვინ არის, რა არის, რა სკოლა, რა მიმდინარეობა, რა მსოფლმხედველობა, თუ განიცდის ამ მსოფლმხედველობას და რა უნდა გადმოცეთ მას, რა არის თქვათ ღირებული აქ და რატო გამოირჩევეს როგორც დიდი მხატვარი, სხვა მხატვრებისგან, სხვა მხატვრების ხო რატომ შეარჩიეს ეს. მაგრამ აღქმა ყველა ადამიანს ინდივიდუალურ სუბიექტურია და დამოკიდებულება იმ ხედვაზე, რომელიც მას გააჩნია. თქვენ თვითონ სურათს რო უყურებთ, არანაირი წარმოდგენა არა გაქვთ, რაღაც აზრი არა გაქვთ. ნებისმიერ სურათს, ნებისმიერ თქვათ ნახატი რო ნახოთ, რაღაცა გარკვეული აზრი ხო გაქვთ, ისევე როგორც ფილმს რო უყურებთ. იგივე არ არის, უბრალოდ ეს არის ამოძრავებული, სიუჟეტური და დიალოგებზე აგებული და ეს გაჩერებული კადრი არის, რაღაცა მომენტი, ეპიზოდი, ფერწერულ ტილოს რო უყურებთ, თუნდაც იგივე პიტერ ბრეიგლის, ხო? და ხარ ამ სურათთან და გარკვეულად ჩუმ დიალოგს აწარმოებ მხატვართან. რა შთაბეჭდილებას ახდენს შენზე ეგ სურათი. და ამას გადმოცემ. და ინტელექტის მარაგი თუ გაქვს, რა თქმა უნდა, შენი ინტელექტით გადმოცემული საინტერესო, იმიტომ რომ ამ სურათით მე ვგებულობ თქვენ ფსიქიკას, თქვენ ინტელექტს. სურათი გარკვეულად არის წარმომჩენი თქვენი შინაგანი სამყაროისა. ხედავთ, ამიტომ ამაზე არ კამათობენ. ძირითადად სკოლა მიმდინარეობს და აი ეგრეთ წოდებული ხელოვნებაცოდნეები, რომლებიც მაგრამ საბჭოთა ხელოვნებაცოდნეები ამოდიოდნენ მარქსისტული იდეოლოგიით და მეთოდოლოგიით და ამით იხილავდნენ სურათებს. თუ ინდივიდუალურად აღიქმებოდა სურათი, იმას დაუწუნებდა ლექტორი. არა გაქვს უფლება სუბიექტურად წარმოადგინო ის, შენ მეთოდით უნდა ისარგებლო. ამ მხრივ ჩაკეტილი ვიყავით ჩვენ საბჭოთა კავშირში და აზრი არ ქონდა ამის ახსნას რა ეს არ მაძლევ უფლებას ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიარო ამ სურათთან დაკავშირებით და სტრაფარეთულად უნდა ვილაპარაკო მეთოდზე დაყრდნობით, რომელსაც მტენიდნენ. ეხლა ეს ხო აღარ არის. ეხლა უშუალოდ სურათთან გიწევს თქვენ ურთიერთობა. თქვენ თუ გინახიათ რომელიმე ბრეიგელის სურათი და რაღაც გარკვეული შთაბეჭდილება შეგიქმნათ თუ გიჭირთ ამის ახმა და გინდათ გარკვეული დახმარება რომ სურათთან რაღაცნაირად მიგიყვანო. დიახ, ბატონო რეზო, ნახატის სახელი ეხლა ვერ ვიხსენებ, მაგრამ ძალიან ბევრი ანდაზები რომ არის, თუ სწორად ვამბობ, აი მაგ ნახატს ხშირად შემხვედრია და როდესაც ვუყურებ ხოლმე, ცოტა შიშის განცდა მოდის. სახეები, უпростоრად სახეები, რომლებსაც აქვთ შიში და რაღაცა აი გაურკვევლობის შეგრძნება და რეალურად მე რაც წავიკითხე ეს ბევრ რაღაცა ანდაზებს ზე დაყრდნობით იყო ეს რაღაცა დეტალურად სხვადასხვა ადამიანების
გამოსახულება, მაგრამ ჩვენთან სულ შიში მოდიოდა. ხო, არის მის სურათებში მსგავსი რაღაცა, ხო, ცოტა ისეთი კოლორიტი ძალიან თბილი არ აქვს მაგას, ფერები, ხო, ფერწერის ოსტატია მაინც ეს. თან ეს არის ესეთი პერიოდი, როცა უკვე დაზგურ ფერწერაზე გადადის ხელოვნება, ფერწერა და მხატვარი ყოველთვის რაღაცით სარგებლობს. ან წაკითხული წიგნით, ძირითადად მითოლოგიით, ფოლკლორით, მოსახლეობის, ან თქვათ რაღაც გაბატონებული ფილოსოფიით და წარმოაჩენს. როცა მაგალითად მე-20 საუკუნის მხატვარი სალვადორ დალი ხატავს სურათებს, ის ფსიქოლოგიაში ეძებს საფუძვლებს. აი ზიგმუნდ ფროიდის დიდი გავლენა აქვს ამ მხატვარს. და ზიგმუნდ ფროიდის წიგნებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, აი კერძოდ სიზმრები, არაცნობიერი, ეს პანსექსუალიზმა, რომ ეს შთაბეჭდილება მხატვარს გადმოქვს ფერწერას და ტილოსზე ამას ასახავს. ესე იგი, აშკარად მიხვდება ადამიანი, ვინც იცნობს ფროიდის ამ ნაშრომებს, უკვე გეხმარება სურათის წაკითხვაში. მხატვარი ყოველთვის ეპოქის სულისკვეთებით არის გამსჭვალული. რა გაბატონებული იდეოლოგია ან ღირებულებებია და იმით იკვებება მხატვარი და მე ამას გადმოცემს ნახატების მეშვეობით. ამიტომ საჭირო არის ვიცოდეთ ამა თუ იმ ეპოქაში რა ძირითადი ღირებულებები არის გაბატონებული. ეს იქნება ანტიკური ეპოქა, მაშინ ფერწერა არ იყო, ქანდაკება იყო ძირითადად თქვათ ეგვიპტის ხელოვნება, მერე მოვდივარ შუა საუკუნეები, უკვე სხვა წარმოდგენები არის ბიბლიაზე დაყრდნობით და საერთოდ აღარ არის დაზგური ფერწერა, საერთოდ არ არის მაგდროს, არის სინთეზი, ესე იგი ტაძარი და ფრესკების მოზაიკა და თუ რატომ არის ადამიანი, ესეც ცალკე საკითხი არ დაგეღლით ამით. მერე იწყება რენესანსი. რენესანსი აღორძინება იმისა, რაც მიატოვა შუა საუკუნეებში ხელოვნებამ ანტიკური გაგება ადამიანის შესახებ და უკვე რენესანსმა ძლიერი აფეთქება გამოიწვია, რითაც დაუპირისპირდა ოფიციალურ ეკლესიას. იწყება დაზგური ფერწერა უკვე, აი ეს დიდი სამეული, ლეონარდო მიქელანჯელო და რაფაელი და მერე ვენეციის სკოლა, რომის სკოლა, მერე გერმანიაში ერთდროულად ეს აფეთქება ხდება გერმანიაში, ნიდერლანდებში და უკვე იმ აღმოჩენა ზეთის სახებავებისა ვანეიკები რო არის ძმები, ამან უდიდეს გადატრილება გამოიწვია, ესეთი კოლორიტი არის და ძალიან ძლიერი სკოლა მერე უკვე იწყება ჰოლანდიური სკოლა ლიდერობას იღებს. აი ყოფითი ჟანრი ბატონდება, ძალიან ლამაზია, ხო, აი დიდი სამეული ჰოლანდიელებისა, ჰალსი, რემბრანდტი, ვერმეერი, ხო, მერე იგივე ფლამანდიელები პიტერ, აი ეს ვან დეიკი, რუბენსი, პიტერ რუბენსი. ეს სკოლები ყოველთვის მხატვართან თუ გინდათ რომ სწორი ურთიერთობა გქონდათ, უნდა გაიგოთ მხატვრის ბიოგრაფიაც, თქვათ აი რემბრანდტის ბიოგრაფიის შესწავლა დაგეხმარებათ მისი სურათების, თქვათ აღქმაში, როგორი ბიოგრაფია ჰქონდა, რა ტკივილები ჰქონდა მას, ეს ხელოვანია, დიდი ხელოვანია და გამოხატვის ფორმა არის მხატვრისა ასეთი, როგორც მწერალი სიტყვებით გამოხატავს თავის სულიერ განწყობას, მხატვარიც ნახატებში გამოხატავს თავის სამყაროს. თუ ემთხვევა ეს უდიდესი უმრავლესობის სამყაროს, ეს მაგარი მხატვარი არის. თუ არა და თავის ინდივიდუალობას გაგვაცნობს, აი როგორც არის ფიროსმანი, როგორც არის მოდილიანი და ასე შემდეგ და თუნდაც კუბისტები. ხო, იმპრესიონისტებზე რო აფერი არა თქვათ. ამიტომ მთავარი დებულება ესეთია, მხატვარი გავიგოთ ვინ არის, ჯერ ეს არის ადამიანი. მერე არის ნიჭიერი, ხო? ნიჭიერი არის. აი იცის რა, მაგალითად ბოტიჩელი ვაზარი გადმოგცემს იმას, რომ აი ოკეანის პირას გაშალა თავისი რაღაცა მოლბერტი და ხატავს, იყურება სივრცეში. ერთი მგზავრმა გამოერა და უცნაურია, რასაც ხატავს, გაიხდა იქ არაფერი არა ჩანს. ამ დროს ტილოზე ამოდის და ამოდის ვენერა ნიჟარით. ქაფს, ხო იცით, მითოლოგიაზე დაყრდნობით, ცნობილი ბოტიშელის ვენერა, ძალიან ლამაზი სურათია, ხო? აი ეს უყურებდა და წარმოსახვით ხედავს სივრცეში ზღვიდან როგორ ამოდის ქალი, ამას ვერავინ ვერ ხედავს. ამას ხედავს მარტოს მხატვრის ფანტაზია და ნატურა ფანტაზიიდან გასული წყლიდან აი ეს რო ამოდის, ხო ეს ხო მე კაფიდან ამოვიდა ეს ხო რომ მოკვეთეს ის რაღაცა გენიტალიების თესლი ჩავარდა ზღვაში და იქიდან ასე იშვა ეს ვენერა ნიჟარით რო ამოდის, ხო? ბოდიჩელი ამას უყურებდა სივრცეში და ხატავდა, ხო უცნაურია რა ნიჭიერია, ხო? თან კიდე ბოდიჩელის სურათები ძალიან გამჭვირვალეა რა, ძალიან ლამაზი არის. როგორია სინათლეა მეტი და
ამას იმ შემთხვევაში გავიგებ თუ ამის საფუძველში უკან გავიგებთ რა თეორია და ფილოსოფია არის და განადვილად მივაგნებთ არის ისეთი შეხედულება სამყაროზე მოაზროვნებით როგორიც არის ნეოპლატონიზმი პლოტინი სინათლეს დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ეს არის რუსთაველის პოემაშიც ნეოპლატონიზმი და რომ გავიგოთ ნაწარმოები ლიტერატურაც და ფერწერაც ესენი ამოდიან იდეიდან აზრების ერთობლივ რა აქვს წაკითხული რა მიქონია დიდი გავლენა დანტეს ღვთაებრივ კომედიას უფრო კარგად გავიგებთ მიუახლოვდებით გავხსნით რას ეფუძნება მისი ღვთაებრივი კომედია და ანტიკურ მითოლოგიას და ბიბლიას ხო აი ეს წარმოდგენებია შეერთებული ამ ნაწარმოებში ისე ვერ გაიგებ ამას თუ არ იცი ანტიკური მითოლოგია და რა თქმა უნდა სახარება ბიბლია ასევე მიქელანჯელოს სურათებს გასაღებს ვერ მოუძებნი თუ კარგად არის ძველი აღთქმის პატრიარქები რომელიც უხვათაა წარმოჩენილი მიქელანჯელოს ამ მოხატულობაში და ასევე მისი საშინელი სამსჯავროში სინთეზები ხვდა ანტიკური მითოლოგიისა და ქრისტიანობის ნახეთ როგორი შეზავება არის ხო და ეს ჩვენ გაგვიადილებს დანარჩენი კიდე სტილი როგორი სტილია რა სკოლა რა შემოიტანა ახალი თქვათ ამა თუ იმ მხატვარმა ფერწერაში მაგალითად ჰალსი ეს ჰოლანდიელი მხატვარია როგორ აი ფართო მონაცემები აქვს პასტოზური მონაცემები ქვია რემბრანტი ფსიქოლოგიზმი და ერთ-ერთი ხუთეულში ერთ-ერთი ძლიერი პორტრეტისტი არის ეს კონტრასტული ისე ჩაბნელებული და იქით რა იკითხება და ხაზგასმა სხვათა შორის ფოტო ვერ იჭერს ისე კამერა ადამიანის შინაგანს მხატვარი რო ამოიღებს და დადებს შეუმჩნეველი მხატვარმა უნდა შეამჩნიოს კამერა ამას ვერ შეამჩნეს კამერამ ოპერატორმა უნდა იჩალიჩოს პოემაში გამოიჭიროს თქვათ ჩუმად ამ თავის კამერის მსხვერპლ მდგომარეობაში ისე პოზიორობაში მალავს ადამიანი ყველაფერს თუმცა შეიძლება მხატვარიც საც პოზიორობდეს რომელიღაცა ნატურა მაგრამ რასაკეთებს მხატვარი რაც დაფარულია იმას მაინც ამოიღებს და ბერს არ მოწონს ეს ავარ მე პორტრეტშიო ხო იგივე მაგალითად ველასკესის პორტრეტი ამ რელიგიური პაპისის რო დაახატა გამიგე რელიგიური ანუ ინკვიზიტორებისა და ასე როგორი საწითელი ტუჩები აი ესეთი ნერვიულობა ფარული ხელებს დიდი მნიშვნელობა აქვს მხატვრობაში რემბრანდთან სახეს და განათებული პორტრეტი და ხელები არის და ხელი მართლა ბევრ განაცხადებს შენ შინაგანს ხო როგორი არის გადაჯვარებულია ეს ხელი როგორ დევს აი ამას დიდ ყურადღებას აქცევენ და მაშინ ხო არ იყო ახლა კამერა და ფოტო და ამბავი ამიტომ მხატვრები ყოველთვის ფარული გრძნობები რაც ქონდა ადამიანს ვერ დაიმალებოდნენ ნამდვილ მხატვარი გამოიტანდა ამას გარეთ და მაგას ხატავდა ხო ფორმა ისევ შენი სხეული არის ასე რომ ეს ძალიან საინტერესო ახლა მე შენ გამართი ამ კითხვით მე გადავარდი ახლა ჩემში ეს საინტერესო თემა არის სურათებთან ურთიერთობა არა მარტო სამხატვრო მხატვრების სურათებთან ასევე აი კინო ფილმიც იგივე არის ლიტერატურა ძალიან ბევრ ფილმს ლიტერატურა უდეს საფუძვლად და კინო საშუალებებით ეს გადამოიცემა მაგრამ ისეთი არ არის როგორც წიგნი ხო რომელი ავიღოთ მაგალითად ეკრანიზირება ისეთი ნაწარმოები თუნდაც აი დღევანდელ დავაწყდა დანიელ დეფოს რობინზონ კრუზო საერთოდ არ მევა წიგნი ფილმთან იმიტომ რომ ეს პირველში არის თხრობა და შენ უნდა გაყვე მთხრობელს იქ ბევრი ნიუანსები ამას ვერ გადაიტან დიალოგები არ არის იქ ამიტომ ეკრანზე ამის გადატანა უფრო იმსახურება რომ რეკლამა რო წიგნი წაიკითხო ხო მარკეს ცნობილი რომანი რო გამოიცა თხოვდნენ რომ გადაიღოთ ეგ კატეგორიული ვარი განაცხადა არ დართონება მარტოობის სასწელის გადაღებას იმიტომ რომ დაიკარგებოდა ყველაფერი და არ არის საჭირო ეს უნდა წაიკითხოს ადამიანებმა ხო ამის გადატანა ეკრანზე როგორ უნდა გაიგო და ადამიანის ზარმაცი არის და მე წიგს აღარ წაიკითხავს ზოგი ხო აი მოხუცი და ზღვაც არის ეკრანიზირებული მაგრამ სულ სხვა არის ჰემინგუეის ეს მოთხრობა რო წაიკითხოთ იქ არაფერი არ არის რა უნდა გადაიღო ეკრანზე აი როგორ უნდა ითამაშოს მსახიობმა ისე სადაც ავტორისეული თხრობა მიდის და ეს მთელი მისი რეფლექსიებია გადმოცემული ხვდებით არის წიგნები რომლებიც ეკრანზე არ გადადის მაგრამ არის წიგნები რომლებიც ეკრანზე მაგრა გადადის და ხანდახან ეკრანული ვარიანტმა შეიძლება აჯობოს მაგალითად ჩეხოვის ყველა მოთხრობის ეკრანიზირება ძალიან მაგარია კარგად ასრულებენ იმიტომ რომ კინემატოგრაფიულად არის დაწერილი ხო აი თითქოს აი სცენარისტიც არის ჩეხოვი მაგრამ
რა უნდა გადაიტანო ეკრანზე იოსები და მისი ძმანი თომას მადეს, ან იგივე ბუდენბროკები. აი ჯადოსნურებთაც არის გადაღებული, მაგრამ თუ არ წაიგითხავ, აი ნახევარიც არ არის. ხედავთ? და ხატრობა კიდე ეს ისეთი ის არის დარგი რომ აი ბოლომდე მაინც შენ სათქმეს ფერებით ვერ გადმოცემ. უნდა იცოდებ სიმბოლო ფერების, წითელს როგორ ხმარობ, შავს, განათებები, კონტრასტ, კომპოზიციის აგება, თუ პორტრეტზე ალაპარაკი, მერე თუ არის ანიმალისტური ჟანრი, ხო მარიანისტული ჟანრი, ეს ბატალური სცენები, სულ ყველაფერი, როგორია მონასმები, პასტორ, ეს ფართოა, ვიწროა, პუანტილიზმი, აი ესეთი აი ვან გოგს რო აქვს რა, ეს პუანტილისტური წერით, აი ნერვიულობა რო არის, მისი ყვითელი წითელი ფერები, სულ ესე იგი იმ წუთში მიხვდება ძალიან ესეთი განათლებული ადამიანი, რომ ამ ხატვარი ამ სურათის უკან მხატვარი რაღაც ავადმყოფი ხომ არ არის, რამე ხوار ჭირდა ფსიქიკური და მართლაც როგორი ფსიქიკური დაავადება ქონდა, ამ ნერვიული იყო ძალიან ვან გოგი ყური რომ მოიჭრა. აი სურათებში როგორ აჩანს ცდეკა და უცნაური ის არის რომ ადამიანები ამ სურათებით ტკბებიან და რამხელა ტკივილია მხატვრის ამას კი არ უყურებენ. იცინიან ან თუნდაც კაფკას ნოველებს რო კითხულობენ. ბიჭო, კაფკას ტკივილებია მაგნაწარმოებში განსაკუთრებით იმის ერთ-ერთ გახმაურებულ ვრცელ მოთხრობაში მეტამორფოზა რო ქვია. ეს მთელი კაფკას ტკივილია გადმოცემული. ამიტომ არის ის ძლიერი. ის გულწრფელია, რასაც წერს, ნიჭიაკ წერის და კარგად გადმოცემს, რაც თავის შინაგან გაწყობს ტკივილებს. ასევე კამიუს მერსო ნოველიდან უცხო ძალიან მაგარია და ადვილად მიხვდები განსწავლული კაცი, რომელია ყალბი და რომელია გულწრფელი, რომელიც წერება იმისთვის, რომ რაღაცა თავი გამოიჩინა და იწერება იმისთვის, რომ მე მინდა ვიღაცას ვესაუბრო და ესაუბრება ქაღალდს, ასევე მხატვარიც. აი თავისი ტკივილები აქვს, როცა წერს გოგენი, ვან გოგი. სიღატაკეში გაძვრათ ამათ სური. ფეროსმანიც ეგრე იყო. სიღატაკეში გაძვრა სური რა. მაგრამ სურათებში დაგვიტოვა რა ტკივილების მატარებელი იყვნენ. ვაჟებშავილაც ლიტერატურაში იგივეა, ტერენტი გრანელი პოეზიაში იგივეა. რომელეთი დავასახელო? ასე რომ ეს კარგი თემა არის და ნახოთ შეძლებს დაგვარად. ანი თუ რამე სურათს მეტყვით, გეტყვით რაღაცებს და ზოგადადაც გეტყვით ხატრობის დანიშნულება, ესთეტიკის სფეროს სწავლობს, ამას ფილოსოფიური დარგია და ეს თავად ჩემი საყვარელი თემა არის და თავის დროზე მე მანდედან დავიწყე. ხო, მაგით შემოვედი მე ფილოსოფია, მე ფსიქოლოგია და აგერ თეოლოგია. ეხლა ჩემი ძირითადი თემა სფეროა თეოლოგია. მოძღვრება ღმერთი, ღმერთის მოძღვრება. და მადლობა რომ თანათან ნელ-ნელა ამ სფეროში შემიყვანა ლიტერატურა, ფერწერა, კინო, სულ ყველაფერი და ეს მრავალფეროვანი სამყაროს ავტორი რო ღმერთია, თავად დამელაპარაკა ბიბლიიდან, როცა ვკითხულობ. და უფრო კარგად ვგებულობ ნაწარმოებებს, მხატვრებს და აღარ მჭირდება რომელიმე სპეციალისტს მოусმინო და იმისი გავიმეორო. ჩვენ ვიკლავენ ჩვენ სუბიექტურობას, ჩვენ აღქმას. ამიტომ გითხარი, თქვენ და სურათი ხართ გადამწყვეტი. ხართ განათლებული, პატარა ინფორმაციას აიღებ, კი, გზაზე დაყენება საჭიროა, ხედვა, დანარჩენი თქვენ, როგორც ბიბლიაში. რაღაცას მიგინიშნებ, მაგრამ დანარჩენი შენ უნდა გადაწყვეტილება მიიღო. მიიღებ ღმერთს ბიბლიიდან თუ არა. სურათანაც დამოკიდებული ძალიან ინტიმურია. აი მუზეუმში მე არ ვიცი თქვენ ამყოფი ხართ თუ არა რომელიმე მუზეუმებში და მე დამითვალიერებია მუზეუმში, ჯერ სტუდენტობის პერიოდშიც ხომ იმ სივრცეში, რომელსაც საბჭოური სივრცე ერქვა ჯერ იქ და ძალიან ძლიერი მუზეუმები იყო, თქვა ერმიტაჟი. იქ ყველა ჩუმად იყო, ყველა სურათა საათობით იჯდნენ. მე ვნახე ერთი პიროვნება, რომელიც სურათისგან მოშორებული კედელზე, რომელიც იყო, იქ იყო სავარძლები, იჯდა იქიდან და 2 საათი იმ სურათს უყურებდა. არიან ესეთ, აი როგორც მორწმუნე ხატს რო უყურებს რა. ის ყველა იყვნენ ესთეტიკოსები, ან აკადემიის კურსდამთავრებულები იყვნენ, როგორც პეტერბურგის ისე საქართველოდანაც ვიყავით და სურათებთან იყო ინტიმური კავშირი არის ეს. მე იმ 2 საათის მერე კითხვას რო დაუსვამ ამას, დაიწყებს ლაპარაკს. აი რა შთაბეჭდილება მოახდინა ამაზე, მეტნაკლებად იცნობს ავტორს. ეხლა ბიოგრაფია მთელი რაღაც ისია, ჩანარ თავი ბიოგრაფია ხო არ არის. გამსაზღვრელი რაღაც ნაწილში არის, მაგრამ თავარი არის სურათი რა შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, როგორც ტრიციანის თქვათ მომნანიებელი მაგდალინა, ასეთი სათაურით რო თქვათ, აი ხალი როა ესე და იქ სახარება გადაშლილი ბიბლია და თავის ქალა. აი რატო არის თავის ქალა, რა სინანიებს როგორ არის წარმოჩენი და ულამაზესი სურათი. მე ვიცი ამ სურათზე რამოდენიმე ვერძლებდა თუ ნასვამი უყურებ და სუცრემლები მოსდიოდა. ერთ პიროვნებას ვიცნობდი რა. ხო, ეხლა არის ცოცხალია თუ არა და
სულ რაღაცა გულგრილად ვერ უყურებდა ამ სურათს. ხოლო როცა დაალევდა ცოტა გრძნობები უღდებოდა და ამ სურათის წინ, რომელიც სახში ქონდა მას დიდი ფოტორეპროდუქციით, ვერ ძლებდა და ცრემლები მოდიოდა. რამდენიმე კითხვა დაუსვი მე როცა მასთან ვიყავი სახში, რატომ მოქმედებს ეს სურათი შენ? მე მაგალითად ისეთი პიროვნება ვარ, რომ მითხრათ რომელი სურათი მოქმედებს, არ მოქმედებს ჩემზე სურათები. აი ესე ცრემლები უყარო, ვიტირო, მაგრამ ვიყენებ იმ საქმეში, რომელსაც მე მსახურობ ღმერთის საქმეში, სურათს გამოვიყენებ როგორც ილუსტრაციას, მაგრამ აი ახლა ცრემლები უყარო და არიქა ისინი გადავიჭრა, ან კიდე დანაავიღო და დავარტყალ ვთქვათ ფერწერულ ნამუშევარს, რომელიცაც მოექცნენ ესე იმანე მრისხანი, რომ თავისშვილს ურტყავს ტრეწეკვების გალერეაში, იცით ეგ მოხდა. ესეთ რამე მე არ მომივა. არა, ეს უბრალოდ ვიცი რომ ხელოვანის გარკვეული სურათია და გაყინული არის, არ მოძრაობს იგი. არის ილუზია პერსპექტივაში და თეორიულადაც მიუდგები, არის დაწერილი თეორიული ნაწარმოებები ხელოვნებაცოდნეების მიერ, ხო, მიკელმანი მაგალითად, ხო. და არა მარტო ეს გერმანულ სივრცეში არის, ძალიან ბევრი იტალიელი ვენტური და ასე შემდეგ. დაწერილი აქვთ ესეთი წიგნები და არჩევანი, მაგრამ ამოდიან ისინი გარკვეული ხედვიდან და უნდა გავიგოთ, რა მსოფლმხედველობით ირჩევა ესა თუ ის ნახატი. საბჭოთა კავშირში ხელოვნებაცოდნე რო არჩევდა, საბჭოთა იდეოლოგიით არჩევდა მაგას და რა მნიშვნელობა ქონდა მაგას? რა თმინდა? მე სხვანაირად აღვიქვამდა, შენ კიდე იდეოლოგიის მთავაზობ. ესე იგი, საბჭოთა კავშირში ნახატები, ლიტერატურა იდეოლოგიის თვალსაჩინოება იყო. დასავლეთში ესე არ არის. აი ეს მიმდინარეობა სტილები რო არის, აშიზმი, ხო, პოსტ-იმპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი, დადაიზმი, სიურეალიზმი, ეს ყველა კუბიზმის ნაირსახეობები, ყველაფერი ეს არის მთელი სკოლების შეჯახება არის, ხო? და აჯანყება არის აკადემიზმის მიმართ, მაგალითად კლასიცისტების მიმართ, როცა მოდიან მე-19 საუკუნეში ეს ვან გოგი, გოგენი, მანამდე კიდე დედა, რენუარი, მანე, მონე, პისარო, სისლეი, აი ესენი ძალიან კარგი რამე შექმნეს, ფრანგული სკოლა ძალიან ძლიერი იყო მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნეში უკვე ხდება ამ მთელი რიგი რაღაცეების რეალობის მსხრევა, აი კუბიზმი რეალობის მსხრევა. და ახლა გონიათ კლასიკურად ვერ ხატავდა პიკასო? აი რას ხედავდა ეს? რასაც ხედავდა ბოტიჩელი. იქ ზღვაში არავინ არ არის, ქალი არ ადგას, ის უყურებს, გადაიტანს, გაიხედავს, კიდე ხატავს. ხტებით? და ასევე პიკასო უყურებს ქალებს და ხატავს სხვა რაღაცას და დააწერს ისეთ რაღაცას, რაღაცა ვერ გაიგებ ეს რა ნახატია იტყვი, ამას ხომ მეც დავხატავ. ან წითელი კვადრატი. ხო, ესეთი ნახატიც არის ავანგარდისტების და მთელი რიგი მინდა მე-20 საუკუნე. ეს მინიშნებს, მხატვრები მიგვინიშნებენ სამყაროს დაბრეცილობასკენ. ასევე ლიტერატურაც პოსტმოდერნიზმი. ეს კი უნდა გავაღმერთოთ და კარგია. მხატვარი გარკვეულად პროფეტი არის. პროფეტულად. აი ესეთი არის ბოსხი და პიტერ ბრეიკელი, თქვენს მიერ დასახელებული. ხო, ამიტომ საჭირო არის ამის ცოდნა, რისი რა არის გაბატონებული, რა რელიგიური მწამსით არის მხატვარი, მსოფლმხედველობა აქვს მხატვარს. მე არის პროტესტანტებიც, მხატვარი პროტესტანტი. ამსხვრებს გავრცელებულ იდეებს და ამავე დროს არის ეპიგონისტებიც, რომლებიც მისდევენ ამა თუ იმ მხატვარს, გამოაცხადებენ ნორმად და უკვე ინდივიდუალურს ყავს. ასეთ იყო მიქელანჯელო, რომელსაც ამას მისდევდა ყველა. რომ არა მიქელანჯელო და კარავაჯოიზმი. ეს ხელოვნება აღარ იქნებოდა ისე და აი კარავაჯომ დაამსხვრია ეს ესეთი თითქოს სკოლა მოკლდა გამე მანერიზმი რო დაიწყო. და კარავაჯო მოდის უკვე იცი და ერთ-ერთი ულამაზესი სურათები აქვს თუ ნახავთ იტალიელი ეს მაგასაც ექვე მიქელანჯელო და კარავაჯო. ხო, ну, საინტერესოა, რა თქმა უნდა, ესთეტიკა ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. კეთილი, გავითვალისწინებთ ანი ბატონო. დიდი მადლობა ბატონ როზა, მოვინიშნე ბლოკნოტში რაღაცები საორიენტაციოდ უკვე მექნება. ხო, ნახე მე და ის მაინტერესებს, ანი რომელიმე სურათი არჩიე, ნახე და მე მემიჯელოთ ძალიან კარგი და საინტერესო გავხადოთ საუბარი. თან გავიმდიდრებთ წარმოდგენასაც, არა მარტო ისე რომ თავი მოვიწონოთ საუბრით, არამედ ჩვენში ზემოქმედება უნდა მოახდინოს. იმიტომ რომ თლათ ისეთ საუკუნეში ვართ უკვე რობოტებათიქს ადამიანები, იცი? არც წიგს კითხულობენ, აი მხატვრობაც უკვე როგორ არის, აი ამის არის როგორ არის, საერთოდ არ აინტერესებთ. ევროპაში ქართველები გადაყრილი და ალბათ თითზე იქნება ერთხელზე ჩამოსვა და ვინ ნახა მუზეუმი რა, როგორიც არის ლუვრი, როგორიც არის ვთქვათ პრადოს მუზეუმი ესპანეთში, ვინმე ქართველი შესულა, ან რომში
ხო, ერთი-ორი ვიცი ლალი იყო იქა და თუ ნახიათ აი პეტრეს ტაძარში შესვლა და ეს თვითონ ეს მთელი მოხატულობა მიქელანჯელოს ეს აი საშინელი სამსჯავრო. გადაყრილი არ არის ხალხი. ბიჭო, რადონე არის? არავის ეგ არ აინტერესებს. ხალხისთვის მუზეუმი მაღაზიებია უკვე. იყო ხალხი რომ ესთეტიკით ტკბებოდა, მუსიკით ტკბებოდა. ეხლა მუსიკა არის ბრახაბრუხი. აი ელექტრო მუსიკა არის ხმაური. კლასიკური მუსიკა ფაქტურად მკვდარია რა. ყოველთ იმ ძველ ხალხს თუ აინტერესებს და იმ ხალხს ვინც ესთეტიკურად ისე ესთეტიკაში ზიანიცი ამყარო როგორც გრძნობათა. ჯერ ერთი ეს სამყარო რომელშიც ჩვენ ვიყოფებით, ამის ავტორი არის ღმერთი. აი ულამაზესი სამყაროა, ოკეანე, ავეცი ტყე, პეიზაჟი რა არის, მე შექმნილის გადმოტანა არის მხატვრის მიერ, ხო? მიბაძვის მიბაცვა. პლატონს იმიტომ არ მოსწონდა პოეტები და ხელოვანი ხალხი თავის სახელმწიფოდან განდევნა. იმიტომ რომ ეს მიბაძვის მიბაძვაო და ფაქტურად ჭეშმარიტებას დაშორებულია. იდეას ბაძავს თვითონ ეს ადამიანი და მე მხატვარი რო ადამიანს ხატავს, მიბაძვის მიბაძვაა, ესე იგი დაშორებულია იმ იდეასო. ამიტომ ესენი იტყვებიანო სრულები არიანო პოეტები და განდევნა თავის სახელმწიფოდან ეს რო აქ დიალოგი ტრაქტატი სახელმწიფოს შესახებ. კეთილი. დღეს ამით ესე იგი ამოვწოროთ ხო ჩვენ შეხვედრა და წარმატებები გისურვოთ, კაი ძილი ვინც საქართველოში უკვე ძილის დრო არის. ჩვენც ვიც აქეთ ვართ დაღამება და რა ვიცი ღმერთ მაქნას კიდე შეგვახვედროს და ერთმანეთს არ მოგვაძულოს ერთმანეთს და გარკვეული გაუნაწილოთ სითბო გამოცდილება, სიყვარული რაცა გვაქვს, შემეცნება რაც მთავარია. დიდი მადლობა ყველას და დაგემშვიდობებით. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის.